რა ხდება რიკების სამყაროში და ციტადელში. პოლიტიკას დიდი ნაწილი აქვს და მაგის მაყურებელი მიხვდება და ისე ამგონია. რამე, მან როგორ თავდება ეგ ამბავი? რიკის ყველაზე ჭკვიანი კაცის გამარჯვებით და ყველაზე ჭკვიანი კაცი ვინ აღმოჩნდება, ვნახოთ. ხო და ახლა სიტუაციას რომ უყურებ, როგორ ვინ ჩანს ყველაზე ჭკვიანი კაცი? ჰორიზონტზე არ ვიცი, არ ჩანს. ზოგადად ძალიან სიფრთხილე არის რაღაცა რაც შეიძლება საგიაზის ნაწილი იყოს, მაგრამ რაღაცნაირად მის თქმელობას მათ შორის რაღაც ემოციური ამბავი ჭირდება, ველი რომელიც არსებობს და ასე შემდგომ. ამიტომ ხშირად ვიცით ხოლმე ბევრმა ადამიანმა ვინ რას ფიქრობს, ვის რა სიმართლეები აქვს, ვის როგორ ლოგიკური ჯაჭვები აქვს ხოლმე, მაგრამ ეს ყველაფერი როცა საჯარო სივრცეს ეხება, უყურებ ტელევიზორში თავთ ხოლმე, მე იქ არის დაცლილი და სანამ მე აქ არ დაბრუნდება, ასე ხშირად ვიძახი, მაგამდე ძალიან რთულია რამე გვეშოროს. განსაკუთრებით სასწაული მოხდება, უბრალოდ ერთმანეთის გვეცოდინება მეტად, ერთმანეთის საგიაზრიც გვეცოდინება, ვირას ფიქრობთ და უფრო მარტივად მოახერხებთ ხოლმე ოპტიმიზაციას არსებულ რეალობასთან. ნახე კობახიძემ 2 დღის, 4 დღის წინ თუნდაც არ ვიცი ხა ზუსტი თარიღი, თქვა რომ 3 წელი არჩევნები არ იქნება. დღეს პაპუაშვილმა თქვა რომ 24 ოქტომბრის 2025 წლის 4 ოქტომბრით საარჩევნო ციკლი დაიხურა. ანუ ეს არის მათი მხრიდან მინიშნება, რომ არანაირი ახალი არჩევნები, ვადამდელი არჩევნები არ იქნება. ეს ამ გზავნილებზე როგორ უნდა გადაეწყოს ახლა პოლიტიკური სპექტრი და საპროტესტო საზოგადოება? ძალიან რთული არის იმის გააზრება, როდესაც შეიძლება ქვეყანაში 3 წელი არჩევნები არ იყოს, ეს ურთულესი ამბავია, ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკაში თავარი ვალუტა რაც არის ძალაუფლებაა და ძალაუფლებასთან მიახლოება, ამის ის ფორმა, რა ფორმაც არის არჩევნები, ივადებს იმ ფორმას მათ შორის, რომელზეც საუბრობდა სალმა ზურაბიშვილი თქვენთან ინტერვიუში, მან ძალიან ხადად ხაზი გაუსვა, რომ ვერ ხედავს, რომ ქუჩიდან ზოგადად რევოლუცია. ხადად ხაზი გაუსვა, რომ არჩევნებს ხედავს. არის ეს და კაი არჩევნებს ხედავ, მაგრამ სხვა ვინ ხედავს, როდის არის ეს არჩევნები, ეს რო არის 3 წლის შემდგომ, ეს იმას ნიშნავს 3 წელი აქ იქნება რესურსების ნაკლებობა, მეტყვი არავის არ მოუნდება დიდად ინვესტირება ჩადო საქმეში, რომელიც 3 წელიწადში დაიტესტება, 3 წლის განმავლობაში გაიწვა მათ შორის ეს პარტიების აკრძალვა არ არის. მოდი ვთქვათ, პირდაპირ ფინანსური კრიზისი იქნება პოლიტიკაში. კი ბატონო, ხარია, იმიტომ რომ ველი სადაც გამოიწდება ხოლმე, რომ რაში მე ვაინვესტირებ, ადამიან რა უნდა მოხდეს საერთოდ და გადაწყდეს ძალაუფლება საით არის, თუ ეს არჩევნები არ არის, ეს ძალიან ქმნის უდიდეს პრობლემებს. მათ შორის, როცა საპრეზიდენტო არჩევნები გაუქმდა, როგორც ასეთი პირდაპირი წესი და ერთი არჩევნების ციკლი ამოვარდა, ამან ძალიან დააზიანა პარტიები, იმიტომ რომ გავიდა დიდი ხანი, მოვიდა არჩევნები და აღმოაჩინა, რომ შენი პარტიული აპარატი, ხალხი, რომელიც შესაძლოა მუშაობდა რეგიონის როგორც იყო აგებული, მათ შორის კოორდინატორთა სისტემა, ეს ყველაფერი აღარ ხდება ფორმაში, როგორც ჩვენ წარმოგიდგენა, როცა წლებით ადამიანთა კარგავ კავშირს, რასაც არჩევნების დროს ახერხებ. როცა 3 წლიანი სიჩუმე იქნება 3 წლის განმავლობაში არცად რეგიონებში არავინ არ ივლის 3 წლის განმავლობაში ვიღაც ხალხი რომელსაც რაღაც ხელფასიგმოის ამას აკეთებს, არ იქნება და ასე შემდგომ ეს ყველაფერი ამ ნაწილს გაართულებს. დაგაყენებს ის საქმის წინაშე, რომ მიდი მაშინ მოაწყე რევოლუცია და აგენახეთ 4-ში როგორ დაგიმთავრდათ. ამიტომ ძალიან კაფე ეს მესიჯიც მაგიტომ აქვს 4-ის მერე, რომ ჯერ ეს 4 უნდა ჩავლილიყო რეგიონალური ფონი, აი რომ რამე ჩვენ ვერ გვერევით და მერე უნდა დაიწყოთ იმით კეცება, რომ ღობემ მორღვეული და გახვედრეთ და მაგის მერე ამ აზრს რო შენ მოგიკლავ, მერე არჩევნებზეც რო იცოდე, კი აქ ხა სულ ლაპარაკეთ, რომ ჭორები გამოდის, რომ გაზაფხულზე არჩევნები არის. ეს ხმები მუდმივად მუსიდებს, რომ აი სადღაც ახლოს არის არჩევნები. ყველა ამყოფო ინფორმაცია, აი ეხლა რამე იქნება, ამიტომ რამე გრძელვადიანს, რაიმეზე გინდელს, რაიმემაზე გინდელს, ნუ მომთხოვ ეგ და ახლა მე ვბრძოლობ იმისთვის, რომ ხო, მაგრამ ეხლა პოლიტიკა უნდა უსმენდეს ხა კობახიძე რას ამბობს 3 წელში იქნება არჩევნები თუ 2 წელში, თუ ის თავისი დღის წესრიგით უნდა მოქმედებდეს და რა უნდა იყოს ეს დღის წესრიგი? ხო, ნუ შენ დღის წესრიგი უნდა არსებობდეს, ჯერ ეს შენ ვინ ხარ, ეგ უნდა გაიყვეს, რამდენი ჩვენ ხშირად საუბრობთ ხოლმე როგორც ერთი მხარე. ვინ ხარ თუ ვინ რჩები? ვინ რჩები და ვინ არის ერთად ეს ერთი მხარე, ვიზეთ საუბრობთ, იმიტომ რომ უსმენ რაღაცებს ხარ უარ მოვიტყუო, ხო, რომ არ მეჩვენება ვიღაცები ერთი მხარე. არ მეჩვენება. თიკაშვილი მყავდა გუშინ სტუმრად, რომელმაც თქვა, რომ ცალკე უნდა ვიყოთო ბოიკოტის პარტიებიო, პლუს NGO-ები, საპროტესტო საზოგადოება და რაღაც ამ სამკუთხედის ქოლგა უნდა იყოს სალომე ზურაბიშვილიო. გახარიას აქ განიხილავთ მეთქი? არაო, ლელოს განიხილავთ მეთქი? ჩვენ კი განვიხილავთ, მაგრამ თუ მოვაო, მაგრამო რაღაც, ნუ როგორც ჩანს, ლელოსთან ეს ბმა არა აქვთ ახლა. ანუ ეს რაღაც ასეთი სამკუთხედი გამოიკვეთა მოკლედ. ანახი გვაქვს რაღაც ასეთი იყო, რაღაცა ის რუიანი, რომელიც შვიდოულად გადაკეთდა. მაგად რაღაცაზე მაშინ არის
დიდ ერთობაზე ვინც აუბროს, ეგ არის თუ არა დიდი ერთობა. დიდი ერთობა შეიძლება იყოს თუ არა წარმოუდგენელი, რომელშიც არ იქნება ნაციონალური მოძრაობა და თქვა ახალი არიან ცალ-ცალკე. აქ ნაციონალური მოძრაობა იქნებაო. ხო, რა ვიცი, მაშინ სალომე ზურაბაშვილის ის განცხადება, რომელიც თვითონ რომ მოთხი იყო რუსული სპეცოპერაცია, რომელიც თვითონ მოთხი სასახლისკენ დაძრა იყო რუსების მიერ გათამაშებული ხრიკი, და ეს უყურებს სიმპათიის პოლიტიკურ ქმედებას, რომელიც პოლიტიკურად პასუხისმგებელი იყო მათ შორის მაგ დღეზე, საკუთარი გადაწყვეტილების გადაწყვეტილებით ნაწილობრივ მინიმუმ. ამიტომ მე ფიზიკურად ვერ ხვდები ხოლმე, თავს ხარ მოვუწყებ, რო უყურებ ეთერს, მე ვერ ხვდები სალომე ზურაბიშვილის ნარატივი და მიხეილ საკავიშვილის ნაციონალური მოძრაობის ერთად როგორ არის. ეს ამ ორი პრეზიდენტს ერთად მე ვერ უყურებ, ვერ ხედავ, იმიტომ რომ უბრალოდ ერთმანეთსად ვიხელა ბრალდებები არის, რომ ეს არ არის ხოლმე ბრალდებები, რომ ეს რაღაც არ მოწოს. ეს არის, რომ შენ რაღაც მომენტში მგონი ხარ გარიგებული, გაყიდული. შენ რაღაც მომენტში რუსული საქმე გააკეთე და როცა რუსეთს ებრძვიეთო და ამბობ რომ მე ვებრძვი რუსეთს და ვებრძვი მასთან ერთად, ვინც მე მგონია მასთან რაღაც ეტაპზე გაყიდული, მაგალითად რამხელა ტიპის ბრალდებებიც იყო, რომელიც ხო მეც მივიღო ცოტა ჩემს თავზე, რომელთან მიმართებაში საუბარი როგორც გირჩი რა თავის დროზე შეიქმნა, რომ ის იყო ქოცეთან თანამშრომლობით შეგვთვლილი და ამით სააკაშვილის და ამით ბრალდება გამოდის მაგჟავში მიიღო ზურაბ ჯაფარიძეზე, გიორგი ვაშაძეზე, რომელიც მართლაც ხა არჩევნებზე გადიოდა და ისიც იყო იმ გამოყოფის ნაწილი. როცა გილაური საკითხი შემოდის და პარტია ახლებზე ესეთი ბრალდებით არის, რომ თქვენ რაცა ბიძინას თამაში მონაწილეობდით და ეს გააკეთეთ, ეხლა თუ არ შემომიერთდებით ამას მე არ დაგივიწყეთ. ასე საუბრები რომ მიდის ვიღაცას მოღალატეობას აბრალებს, მე არ ვიცი მანდ რა ტიპის ერთობა არ მგონი არამე გამოვიდეს. იმისთან მიმართებაში უფრო ლოგიკური იქნება, რომ რაღაცნაირად ის ხმები, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა, ვარდების რევოლუციის ელიტას, რაღაცნაირად ერთად ეფიქრათ ამაზე და თუ რამე უთხრიდახუთის გაერთიანება იქნება ყველაზე უფრო ადეკვატური შეიძლება გამოდნეს აქედან. თუ ეს ერთად რაღაცა არ დგებიან, მაშინ რა არის ის ერთობაზეც ლაპარაკობი და რუსეთია და ამას ეს ყველაფერი იქნებოდა წარმოუდგენელი, უბრალოდ მე მაინც ახლა ამაზე დიდად არც ნერვი არ მეშლება, არც დიდად ის აღარ მაინტერესებს, იმიტომ რომ იქნება სამწლიანი სიჩუმე, იქნება სამწლიანი უარჩევნებობა და ამ დროის განმავლობაში ვიღაცები ერთმანეთს ძალიან გალაძღავენ, ძალიან აგინებენ, მე ხერ გადახაულებს ნახავთ, მე ნახავთ რომ აიგრძალება ეს პარტიები და იქამდე პოლიტიკა უნდა რაღაცნაირად ეხლა არის თვით გადარჩენის პოლიტიკა და ამ თვით გადარჩენაში სამწლიანი დაძინება უნდა გამოაცხადოს? რა ვიცი მე რას გამოაცხადეს, ვიდა უნდა თქვას, სანამ ხალხის არ დაინტერესდება ამით და ამ პროცესში აიქცემს მაინც არაფერს აზრი არ აქვს. ამ დროის განმავლობაში ერთადერთი мотиваცია რაც ჩდება, ხვალ და ზეგ მე რამე ნიუსი მქონდეს, ხვალ და ზეგ მე რაღაცა ვთქვა, რომ დიანამ მიმიწვიოს, დიანამ ასაუბროს, ყდარად არავინ ჩამთვალოს და ამ ეს პერიოდი გადავატანინო. მე მივიწევ რა ხეირი მას. არაფერი ისე გაქრება ყველა და ყველაფერი. რომ ჩაქრეს ტელევიზორში რო ჩაქრეს ფორმულა, ქართული პოლიტიკა გაქრება. მთლიანად გაქრება. უბრალოდ და იმის მიკეთ რაიმე ლოგიკები რა არის გამოხდება არის ჩემი აზრით არ ვიცი წარმოუდგენელი. თუ არის ხოლმე საუბარი, არის ხოლმე დიდ ერთობაზე საუბარი და ამ დიდ ერთობასთან მიმართებაშიც ეხლა თქვენს რაც დამიხაძეთ, ეგ არ არის ის დიდი ერთობა. მე ასეთი აზრი გამოვიტანე, არ ვიცი რამეს იმედია, არ ვაფუჭებ კი არა და არ ვამახინჯებ და სწორად აღწერეს სამკუთხედის რაობა. ხო კი ბატონო, არ ვიცი რა ზეიდება. ბოიკოტის პარტიებიო, საპროტესტო პროტესტში მყოფი ხალხიო, არასამთავრობო ორგანიზაციები და ზურაბიშვილი რაღაც ეს ერთიანობა, რომ დასავლეთმა იცოდეს აქ ვის ელაპარაკოსო გამახსენდა. ეს საუბარი არის სულ სინამდვილეში. გაერთიანება არის ძალიან კარგი სიტყვა. როგორც არის ძალიან კარგი სიტყვა გამარჯვება. მე რომ ყოველდღე ვისაუბრო გამარჯვებაზე, კარგია, ვიდრე რომ გაერთიანებაზე კაია, მაგრამ ამას უნდა მოყვებოდეს ქმედებები და მასში ქმედებები რისთვის და უნდა იდგეს ამ გაერთიანების უკან შინაარსი. ის შინაარსი რაც ახლა ილაპარაკება, იქ ისედაც არსებობს. ეს გაერთიანება ისედაც იყო, მან ლელოც იყო, მაგ ხოლგის ქვეშ და თქვათ ეს საუბრები ხოლგა, ფრონტი, რაღაც პლატფორმა. ეს ყველაფერი არის სამდეში ბუტაფორია, რომელიც ყველა მოქალაქეებმა იცის, რომ ეს არის ყურის მასაჟი, უბრალოდ იდგეთ და ამ სიტყვებს უსვინო. იმის იქით არის ბუტაფორია, რეალობა რასაც არის. მარტივ რამეს. როცა ჩვენ გვაქვს ერთი სახეხატი, ერთი ბრენდი გვაქვს, ამის უკან არის განცდა, რომ ჩვენ რო რამე არჩევნები იქნება თუ კუჩი იქნება, ერთად ვართ, ანუ ხმებს ერთად ვითვლით, ერთი ბენეფიტი გვჭება ამაბისგან, შესაბამისად ამ ერთ ბენეფიტში, ანუ ძალაუფლაში ერთად მოვდივართ, დებთ ერთნაირ ინვესტიციას. რესურსი იქნება, ფული იქნება, რავი, გაშუქება იქნება, ყველაფერი ეს არის იმდენად საზრდოobject, რომ ჩვენ ერთმანეთის რაიმე ფორმაში კონკურენტები კი არ ვართ, პეიჯის დონეზეც კი რაღაც ერთი წარმოგავს, ანუ ერთი სახე გვაქვს. ან ესეც მიიღებ და ამას ქვია სახლის საქმეში ერთობა, ან იმის იქით ეს არის ის დაკვეთა, რასაც იძლევა, ან იმის იქით მე რამე პლატფორმა მაქვს, ფრონტი გვაქვს, ჩვენ ერთი, ეგ ისედაც ეგრე არის. ეთერს რო ჩართავ, განსხვავებულს ვინ რას ლაპარაკობს, მაგის გაგონება კი ჭირს კაცს, თორემ
იმისი კი ყველა რა ვერ გაერთიანდა, ხო რა არა, ამდენი ხანია უკვე ერთად დგას ეს ხალხი ისედაც. ხო და რა ძალიან პესიმისტური პროგნოზია. ფათაშორის გიანოდიათ და რამდენიმე დღის წინ რომ ორივე არსებობს ან ავტოკრატია საბოლოოდ გამყარდება, ან შავი გედის ეფექტი რაღაც მოულოდნელობა მოხდება და რომელზეც გათვლა არ შეიძლება. რაღაც შეიძლება მოხდეს. დაახლოებით ალბათ არის მე რა წარმოვიდგინე. რაც ხა იქნება როგორც აჭარაში, ჩემს საყვარელ აჭარაში. 2010-2011 წლის საქართველოს რეალობა იყო, როცა ნაციონალ-მოძრაობამ გაიმარჯვა, მერე თვითმმართველობის არჩევნები იყო და იქ ალასანია გავიდა ლიდერად და მერე ხალხი ჩამოიშალა და ვერც ის არჩევნები შედგა და ბოიკოტი იყო სანახევროდ და მაგის მერე უბრალოდ ეგ გედი გამოჩნდა, მაშინ ბიძინა ივანიშვილი და მაგან შეცვალა პოლიტიკური სიტუაცია, მაშინ ეხლა მაგით ელოდები ვინმე დიდ რესურსიან ადამიანს, რომელიც გამოჩნდება და ეს იქნება ფინანსური რესურსი. ეხლა ამ პერიოდში უდიდესი გავლენა იქნება ფინანსურ რესურს, თორე 3 წელი გაგაძლებინოს რამე მაგას ნაცნობები. ნულოვანი რესურსების პირობებში არის ეხლა პოლიტიკური სპექტრი. საუბრობს რაიმე ფორმით დიდეთ თქვა და ილელოზე საუბრობს ან ყველაფერს ამდენში მიმართული იქით რომ ძალიან ბევრს დაფიქრდება რომ ფული ლეგალურია თქვა მამუკა ხაზარაძეს და მისი ფული ენდომება და ამიტომ ნახავთ ხოლმე ყველა ერთად და ლელოც უნდა იყოს და რაღაცნაირად ოთხში დავივიწყოთ ხე გამბები, ან რაღაც მაგ წავა ყველა ერთობას დაჭირდება რესურსი და მათ ერთ-ერთი რესურსი მარტო ლელოს უჩას და იმის იქით არის ის რაც არის. და ხამას დამატებულად საკრძალვები იქნება და გარანტირებულად გეცოდინება რომ ის არჩევნები რომელი არჩევნებიც მოვა, ან რომელი არჩევნებსაც დანიშნავს ბიძინა ივანიშვილი, იქ მონაწილეობის უფლება არ გექნება. ამიტომაც საუბარი რომ ჩვენ ვითხოვთ ახალ არჩევნებს, ძალიან ბუნდოვანი და ბუტაფორიული ხდება თვითონ ეს ფრაზა, იმიტომ რომ შენ რა ტიპის არჩევნებსაც ითხოვ, რომლის გარდაც აღარაფერზე აღარ გახავთ, რომ შენ ნათქვამი მაქვს რომ მე ეგეთ არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებ არსებულ პოლიტიკურ ელიტაზე და ეგეთ არჩევნებში მონაწილეობა აკრძალულიც კი იქნება უკვე ფორმალურად, მაშინ როგორცაც შენ ითხოვ, მაგას სჭირდება რევოლუციური ცვლილება. იმიტომ რომ თუ ბიძინა ივანიშვილი არ აკონტროლებს სუს, თუ ბიძინა ივანიშვილის პარტია ვერ ახერხებს იმას, რომ სახელმწიფო რესურსები არჩევნებზე როგორც იყენებდა ხოლმე სულ, როგორც 2018-ში იქამდე მის მერე არჩევნებზე როგორც იყენებდა ხოლმე. როგორც ეს ყველა ვიცით ხომ, აი რომ მიხვალ არჩევნებზე და ხოლშივე რომ მიხვდები, რომ 5 საათამდე მოყვანა ეს რიგები როდის გება, როდის ნამდვილი ადამიანები მიდიან, როდემდე ეს დაქირავებული ხმის მიმცემები. აი ეს ყველაფერი რომელიც საქართველოს პოლიტიკური ისტორიის დამახასიათებელი ნაწილია, ეგრე ტარდება, როცა ხელისუფლება თავს გრძნობს კომფორტულად. შენ მაშინ ის უნდა ჩამოანგრიო და ხა სულს არ აკონტროლებდეს ყველაფერი ეს ნიშნავს ჩამოქცეულ ბიძინა ივანიშვილს და მაგას რითი ვაკეთებთ იმ სტატუს კოთი რომელიც ახლა ხდება, მე არ მგონია ეხლა ნორმალური. მოკლედ ეხლა არჩევნებზე მელაპარაკო, როცა შენ ყველა არჩევნებზე უარი გაქვს ნათქვამი და რაღაც სასწაული არჩევნები თუ ჩაინიშნება და რატომღაც ბიძინა ჩანიშნოთ, ეგეცე გახვალ. მე მგონია რომ ბიზნესში თუ არჩევნებს დანიშნავს ისეც როგორც მოწონს და ის მათ შორის ვინც გავიდა საკრებულოს ბოიკოტში და ის ხალხიც კი გავიდეს ეგეთ არჩევნებზე რომ ფიზიკურად თუ ვინმე ლეგალურად მოახერხებს რომ არ ჩაითვალოს იმ პარტია და რაღაცა გაძურეს და მინიმუმ საკონსტიტუციო უმრავლესობა არა იყოს ქართულოცება მინიმუმ გადარჩეს და ეს გაიყიდას როგორც ის არჩევნები რის გამოც ქუჩაში ამდენი ხანია ვდგავართ. კი ბატონო, მადლობა ცოტნე. მადლობა.